კოალიცია ცვლილებებისთვის წევრმა ბესიკ დონაძემ საკუთარ Facebook გვერდზე სახელმწიფო საბიუჯეტო უწყებების მიერ გაწეულ სარესტორნო ხარჯებზე სტატუსი გამოაქვეყნა და აღნიშნა. 2024 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით სარესტორნო ხარჯებმა 16.400.000 ლარი შეადგინა. ფაქტმეტრმა ეს განცხადება შეაფასა ვერდიქტით მეტწილად სიმართლე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული სარესტორნო, იგივე უწყებების მიღებაზე ოფიციალურ სადილებზე და ასე შემდეგ გაწეული ხარჯები წარმომადგენლობით ხარჯებად არის კლასიფიცირებული. საგადასახადო კოდექსის მერვე მუხლის 33 პუნქტის მიხედვით წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს უწყებების მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისთვის პრეზენტაციები, მიღებები, გათვალისწინებულ სხვადასხვა საკვებს, გამაგრილებელ სასმელს, ყავას, საუზმეს და ასე შემდეგ. წარმომადგენლობითი ხარჯი, გარდა მიღებებისა და ბანკეტების ხარჯებისა, გულისხმობს საექსკურსიო და კულტურულ სანახაობითი ღონისძიებების, სუვენირების შეძენის, სტუმრების დახვედრა გაცილებისა და მომსახურების ხარჯებსაც. სახელმწიფო ბიუჯეტის 2024 წლის 6 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობითმა ხარჯმა მართლაც 16.422.000 ლარი შეადგინა. ბესიკ დონაძე მონაცემს სწორად ასახელებს, თუმცა აღნიშნულ ხარჯს მხოლოდ სარესტორნო ხარჯად აცხადებს. რეალურად კი როგორც ზემოთ განმარტეთ, წარმომადგენლობითი ხარჯი გარდა უწყებების მიერ ორგანიზებული მიღებებისა თუ სადილებისა, გულისხმობს კულტურულ სანახაობით ღონისძიებებში მონაწილეობას, სუვენირებისა თუ სტუმრების მომსახურების ხარჯებს და ასე შემდეგ. სტატიის მომზადების პროცესში ბესიკ დონაძემ ფაქტმეტრთან კომუნიკაციის შემდეგ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც უკვე სარესტორნო ხარჯის ნაცვლად წარმომადგენლობით ხარჯებზე ამახვილებს ყურადღებას და თავის განცხადებას აზუსტებს. თუმცა პირველ პოსტში მხოლოდ სარესტორნო ხარჯზე აპელირება, ამ მიმართულებით გაწეულ ხარჯს გადაჭარბებულად წარმოჩენა და ჩვენ შესაბამისად ერთი ვერდიქტი ჩამოვაკელით. მეცილად სიმართლე საბოლოო ჯამში ამ ვერდიქტით შევაფასეთ ბესიკ დონაძის განცხადება. უფრო მეტი დეტალი იხილეთ ჩვენ სტატიაში, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.